ხაჭაპურს გიწყობთ გენაზველი. წლის დეკემბერში გაიხსნა რედაქცია ხარაგაულში. ქალბატონმა ქეთევანმა სახვაძემ მომძებნა. ახლა პანჯარა იყო ჩემი სამსახურის სოციალურ-ყოფის ისეთ ყოველ წუთში მხედავდა მე კიდე ვიცნობდი ახლა ქეთოს რაღაცნაირად დაიკონთან კავშირი ქონდა რა. და მთხოვა რომ გადავსულიყავი და რა თქმა უნდა რედაქცია ახლა. თან ჩემი სპეციალობა იყო ბეჭდავდი. მანქანაზე ბეჭდა ვიცოდი ძალიან კარგად უკვე. გამოდიოდა გაზეთი ლენინის დროშით. მაშინ კომუნისტური ხანა იყო და კოლექტივი შევსებული არ იყო მთლიანად დაკომპლექტებული, თან მოდიოდა კადრები რაიკომი არჩევდა და ქეთევანთან მოდიოდა. ჩვენი პირველი თანამშრომლები იყვნენ ირაკლი ხაჩიძე, შალვა ტოროშელიძე, აბდული თხელიძე, ჰენრი შარიქაძე, ზაირა აბაშიძე, აი ესენი მოდიოდით ერთად, სულ ერთად. ასევე დამხვდა კატუშა ნანიტაშვილი, ლუბა კუპრაძე, ზინა მამასახლისი, მერი ქურდოვანიძე და ირაკლი ხაჩიძე, შალვა ტოროშელიძე. ესენი რაც თავიდან იყო და აბდული თხელიძე იყო და ავთადილ ხიჯაკაძე სხვათა შორის ძალიან ჩქარა შემოგვიერთდა, დაიწყო ჩვენთან მუშაობა. შემდეგ თან შემოგვიმატეს კადრები, ახალგაზრდა კადრები შემოვიდნენ. გაზეთი ძალიან სახალისო სამუშაო იყო, მაგრამ მძიმე სამუშაოც იყო. მართალია, მაგრამ ისეთი კოლექტივი ყავდა იზა. თუ არა იცით, თქვენ თვითონ იცით ჩვენი კოლექტივი აბა ერთ რამე უარყოფის თუ გაიხსენებთ ისეთ რომ რედაქციაში ყოფილო მე მაგალითად არაფერი ისეთი 29 წელიწად მიმუშავე 29 წელიწადში ხო შეიძლება და ერთი რაღაცა მწყენოდა ვიღაცასგან ან ჩემგან პირიქით მე შემდეგ დროები შეიცვალა პარტია კომუნისტური პარტია იცით თქვენც როგორ დაიშალა საბჭოთა კავშირი და გაზეთის სახელიც შეიცვალა თავიდან ერქვა ლენინის დროშით თავიდან დიახ მე იყო ჩემი იმერეთი სხვათა შორის ჩემი იმერეთი ავთანდი ხიჯაკაძემ ჩამოაყალიბა ქეთოს დროს უკვე აღარო მე იყო იმერეთის კარი ჩემი ხარაგაული მე ლაურა გოგოლაძემ თავისი ის რო გახსნა მის მერე მოდის ჩემი ხარაგაული 24 წელს ვიყავი რომ მივედი რედაქციაში იქიდან მოყოლებული ერთი დღეც არ მიცხოვრია რედაქციის გარეშე ახლა ბოდიში და დეკრეტი იყო თუ რაღაცა იყო საპატიო გასვლები იყო და ეგ იყო თუ არა 29 წელიწადი ვიმუშავე რედაქციაში 29 წელიწადი ცოტა ხო არ არის ძალიან სასიამოვნოდ მაგონდება ყველაფერი სულ ძალიან სასიამოვნოდ რთული იყო გაზეთის გამოშვება სხვათა შორის თავიდან ღამეებსაც კი არ ვათენებდი და დილამდე კი არ ვიყავით, მაგრამ ღამის პირველ 2 საათამდე მივიყავით მაგალითად საახალწლო გაზეთი გამოდიოდა თუ რაც მაგალითად ბევრ გარჯას მოითხოვდა და ბევრ შრომატევადი იყო და ვიყავით, იმიტომ რომ ხვალდილას მოსახლეობაში და გავრცელებული ხო ჩვენი გაზეთი და ეცნობებია რაიონის ამბები გაზეთს ყველა კითხულობდა თავიდან რედაქტორი იყო ყველაფერი მაგრამ მე შემდეგ ჩვენთან ახლა ზინა მამასახლისი იყო ლიტმუშაკი ლიტერატურული მუშაკი ამის ხელში უნდა გაევლო პირველ სანამ რედაქტორამდე მივიდოდა რომ ამოვიდოდა სტამბიდან უნდა მისულიყო ესე იგი რედაქტორთან და მისულიყო ამის ხელში გავლილი გაზეთი შემდეგ გავრცელდებოდა სხვებიც კითხულობდნენ ახლა რედაქციის მუშაკები რა თქმა უნდა ვინც შესტომას გამოამშრა და კეთო ისე ფილი იყო და
ისეთი ის იყო რომ სულ არ გვეგონა არაფერი გაზეთში არაფერი შეცდომა არ გადის. კეთო მაინც აღმოაჩენდა ხოლმე რაღაცას და რო ყოფილიყო შუაღამე მაინც გააჩერებდა სტამბას. რომ აქ შეცდომა არის და უნდა გასწავლოს. გაზეთის რედაქტორი იყო ქეთევან სახვაძე. ბუნებით ჟურნალისტი იყო. სულ ვერ იტყოდი იმას, რომ ამას აკვნიდან არ დაყოლია მისი ნიჭი. თავის გაზეთში უკანასკნელი ოფლისწვეთ სდებდა რა. არ არსებობდა მისთვის არაფერი გარდა გაზეთისა. კარგი კადრები შემოვერთენ რედაქციას თემური ბლუაშვილი, ნანა შარიქაძე, ჟორა ჭანტურია, ბრამონ აბრამიშვილი ძალიან ნიჭიერი კაცი იყო და რედაქტორის მოადგილე იყო. ბრამონ აბრამიშვილი. ახლა ირაკლი ხაჩიძეს ხვდებოდა ხოლმე ხან ბიბლიოთეკაზე გასვლა ხან რაღაცა. ისე იყო რომ ერთ ხანს ცოტა ხანგრძლივად დაჭირდა და ბრამონ აბრამიშვილი უკვე ჩვენთან იყო და როცა არ იყო ირაკლი ხაჩიძე, ბრამონ აბრამიშვილი იყო იქ მოადგილე და კი არა იყო შემთხვევები რომ ქეთევანის შეიძლება გასვლა ქონდა რაღაცა მიდიოდა მოდიოდა ბრამონი იყო გაზეთის ერთადი გამომშვები. ყველაზე ხანგრძლივად იყო ჩვენთან ფოტოკორესპონდენტი გონერი ლომიძე. ძალიან კარგი სპეციალისტი, ძალიან კარგი ბიჭი, ძალიან გულიანი, ძალიან პატიოსანი. დიდი დამსახურება აქვს რა თქმა უნდა გაზეთის გამოშვებაში, ჩვენი გაზეთის გამოშვებაში და მუშაობაში. გაზეთი ხელით ეწყობოდა. ცოტა მოგვიანებით შემოვიდა, მერე ლინოტიპი შემოიტანეს და დადგეს. ძალიან რთული პროცესი იყო და ძალიან დიდი ყურადღება ჭირდებოდა გაზეთს. კურიოზები ხშირად იყო მერე ბოლო წლებში მაინც რომ კარგად ჩავდეკით და წლები გავიდა და უკვე ისეთები ვიყავით რომ ერთი ოჯახის წევრები რომ გაგეყარდება რა იტყვი რაღაცას თავისუფლად რა უფრო ახლო დავდეკით რა თქმა უნდა. და იყო რაღაცა ისეთი კურიოზები რომ სიცილით მთელი დღე რომ მოკვდებოდა ადამიანი. ერთხელაც არის და ახლა შინაურად ვზივარ და ვლაპარაკობ და რაღაცა და დამთავრდა სამუშაო საათები და მე უკვე მივედი რომ ჩანთასროლაკებ და უნდა წავიდეთ. კეთევან გადმოვიდა და დაჟდაკები იქითკენ რომ მოეწყოს ჩექმები მიახლოვა და მე ვითომ იქით ვარ მიწეული რომ არ დამინახოს ახლა კეთო ვითომ მე რა ვიცი ასეთნაირად და ირაკლი არის კაბინეტში შესული. რა ხოქნა ახლა ამ ჩექმებს ვერ ჩავიწვამ კეთო ამის. ირაკლი მოდი რა მომეხმარე. ნუ ირაკლის ამას მე ყველაფერს ვიზმევ სასაჭიროდ მინდა რომ გავხატო. აი ახლა მოვალახლავე და მივიდა ირაკლი და ეძიძგილება ახლა მოუწია ეს ჩექმა მოუწია და შეიწოდა კარგი ახლა წევიდა და ქეთევანი წევიდა ახლა. კაი, იმ დღეს არ გამიღია ხმა. მეორე დღეს მივედით სამსახურში სანამ კეთო მოვიდოდეს მანამდე მე ვეუბნები ახლა ზინა მამას ახლით ზის კატუშა ნაინტაშვილი მერი კურდოვანიძე და რა ქვია ლუბა კუპრაძე და ჩვენ ვართ ახლა იქა უფრო მოშინაურებული ხალხი და ირაკლი შემოვიდა. ბატონო ირაკლი მე ვეუბნები თქვენ თუ გრძნობთ ახლა იმას თქვენ გუშინ საღამოს რა ჩაიდინეთ მეთქი თქვენი პირით მოახსნეთ ამ კოლექტივს რა დააშევეთ გუშინ საღამოს. გოგო გაჩუმდი ახლა მივხვდა ის გოგო გაჩუმდი შენ ახლა. არა მე ვუთხარ მაგისი პატიება არაფრთა შეიძლება მაგი კოლექტივმა უნდა გაიგოს და განსაზღვროს შენი საქციელი. ახლა ესეთი დაინტერესდნენ რა მოხდა. მე ვიტყვიო კაცო ირაკლი. რა ვიცი კაცო რა ჯანდაბა დაემართა ამ ქალსა. ჩექმები ჩამაცვიო. მივედი ჩამაცვი ჩექმები კაცო. მივედი ჩამაცვი ჩექმები და მე ვუთხარ ჩექმები რო ჩააცვი. მე იგერ ვიჯექი, ვერ მითხარ რომ გულიკო შენ მოდიდა და არ მეგონეი გოგო იქა და რა მეკანა. იცინეს ძალიან ბევრი იცინეს ამაზე და კარგი ახლა ეს ამბავი ვიცინეს სასაჭიროდ ამერეთ ახლა ირაკლის მეგობრულად და იმათ და ასე და იქ მესამე დღე მოვიდა ახლა სხვა დროს ირაკლის სამსახურში. კაცო რას გადავეყარე ამის ჯერ ამ გოგომ სულ მამის რა თავი ჩემზე ამბობდა. მერე ამასა წასულა კაცო და ოთარისთვის არ უთქვია ირაკლიმა ჩექმები ჩამოწვაო.
ახლა მე გავშრიო და ვეღარც ის უთხარი, ვეღარ ქმარს როგორ უთხრა ისიო, რომ ირაკლი ჩექმები ჩამაცვა და რაღაცა. კი არაფერი მithქვია, მაგრამ არ მესიამოვნო. მე უთხარი, მაგ გეიგოს ახლა მარო მეთქი. შენმა ცოდმა დღეს გადმოამარო ახლა და მე უნდა უთხრა იმას, რომ შეჭექმები ჩასვლა. ამე რაღაცები. ერთხელ საერთოდ წასულია ქედევანის რაიკომში ბიუროზე. ჰენრი შარიკაძე შემოვიდა და მე და ჰენრი ახლა ძალიან ისე კოლექტივი იყო რაღაცა და წერილინებდა ხოლმე ჰენრიკო და გულიკო, აბა მითხარი მეორე და დაიწყებდა რაღაცა სიმღერას. და ეს მომენტი ახლა არის რომ მოვიდა და მე მანქანაზე ვფირთავ და ისე გაჩერდი გულიკო ცოტა ხანს, ახლა ჩვენ წევრი ვინოთ და უნდა ვიმღეროთო. აბა რა უნდა იმერო, რომ დაიწყო გადაგიშლი მწვანე სუფრას ზედ დაგიდგავ დოქით ღვინოს რა იქნება შავთვალება ქორწილო ეს რო დაიწყო და მე ავყევრე ქორწილამდე მაკოცნინო და არ შემოვიდა კეთო საფაძე და თურმე არის მეს გარეთ გამარჯობა თუ გაიმხიარო ხასიათზე ხართ და წევიდა ისევ ისე შევიდა კაბინეტში დამიზახა კაცს უთხარი მოვიდეს რომ წავიდა კადუშა ახლა კადუშას უნდა უთხრას რომ აქ რა ხდება ესე რა სიმღერებია რა ის რა იყო რა ხო ასე მღერი ხართ ხოლმე თქვენ მე რო არ ვარ აქ არა კაცო ახალგაზრდა ახლა რა იყო ეს და რა მოხდა მე კაცო სიმღერა და ის თუ უნდათ მაგრამ წევიდო ოთარაბაში ჯესთან კულტურის საფრთხე იმღერონ და აქაო გაზეთს ნუ ახლა იმანაც თქვა ის ქეთევა საფაძე სულამობდა იმას რომ არ ვიცი ახლა მე ძალიან ახალგაზრდა რო ვიყავი მათ ამამებდა თუ მიახლოებდა ამ სიტყვებით გულიკო შენ რომ არ ხარ სამსახურში მე რაღაცა მაკლიაო და რა ვიცი ვინ უნდა მოვიდეს ახლა ხანდახან მიწევდა ხოლმე ხან ბიბლიოთეკაზე ხან იმაზე რა სულ ამას იმეორებდა რომ არავინ არ მიმაჩნია იმის ღირსად მადრო იჯდეს შენ მაგივრად რა ვიცი მე ძალიან მიყვარდა და გვიყვარდა საერთოდ ერთმანეთს კატუშა ნაინტაშვილი იყო ძალიან მხიარული იგი თავი და თავი იყო ამ მხიარულობის და იუმორის უსაზღვრო გრძნობა ჰქონდა თუ რამე სიტყვა სერიოზულადაც რომ ეთქვა მაინც იუმორისტულად გამოუდიოდა რა კატუშა გვიყვება ერთ დღეს სტუდენტი ვარო პარტიულ კურსებზე ვიყავით წასულიო და იქ ახლა ბიჭები და გოგოები ვიყავით ახლა სხვადასხვა და პატარა ბიჭები კი და გოგოები კი აღარა მაგრამ ერთი უთმო მელოდი კაცი ბიჭი იყო ჩვენთანო მეც გაუთხოვარი ვიყავიო და რამეო და ყურადღებას მაქცევდა და არ გამორჩენია ჯგუფს ახლა ეს ამბავიო რომ მე ის ყურადღებას მაქცევდა ცოტა სხვანაირად ხო და ერთხელაც არისო მომიხდა გვერდზე ჩემი კურსერიო და წერს რაღაცასო და გადმომაწოდა და წერია ნანიტაშვილოს კატო რატო დადიხარ მარტო კაჩალას გულის ვარდო მე უძახით კაჩალას გულის ვარდო გულის ვარდო გეძახის კეთევანი მომძანს და გულის ყავს 3 შვილი და 6 შვილიშვილი ბედნიერი ბებე ვარ შვილთა 2 შვილთა შვილი მყავს მიყვარს სამზარეულოში ფლუსი ხაჭაპურის კეთება გასაკუთრებით როგორ შეიძლება იმერელი ქალი ხაჭაპურს არ აწვდეს ისის თქვენისა და სასურველი სტუმრებისთვის ამ ეზოში ყოფნა ყველაფერს მერჩევნია ისა ესე იგი მაცოცხლებს ბუნება მაცოცხლებს რო ავდგებ დილით ადრე გამოვდივარ მივივლი მოვივლი გადავხედავ გადმოვხედავ სიცოცხლეა ბუნება ისედაც და მე განსაკუთრებულად მიყვარს რა ვიცი ასე მგონია ყარაგაულილებთან შეხვედრა ჩემი სიცოცხლეა რა იგივე ჩემი ოჯახია ყარაგაული პატარა რაიონია და ყველას ვიცნობ და ყველა მიცნობს ახალი თაობა ახლა ეს ბავშვები შეიძლება არ მიცნობენ მაგრამ ზოგჯერ სალამს ვერ აუდივარ და გულიკო როგორ ახარ და გულიკო ხანიკიდან მესვანები ახლა კეთრა იცი ყაროს სამშრავლებენ ისინი და მე ძალიან მიყვარს ყველა ხარაგაული რა თქმა უნდა ჩემთვის ყველაფერია